სასტუმრო პულმანში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინეს. ტიტე კალანდაძის ნაცვლად, რომელმაც ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გაიყვანა, რუბენ გარაბაია დაინიშნა. ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ნაკრებში მუშაობის პარალელურად ახალგაზრდა ტალანტების გაზრდას და დაწინაურებასაც შეეცდება. რუბენ გარაბაია იმედოვნებს, რომ გუნდის პროგრესი გაგრძელდება და საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგებს აჩვენებს. მადლობა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას არჩევანი ჩვენს სამწვრთნელო სტაფზე რომ შეაჩერა და ნდობა გამოგვიცხადა. მოხარული ვარ შეუერთდე ნაკრებს, რომელსაც ბოლო წლებში დიდი წინსვლა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს კიდევ უფრო მეტ პროგრესში დავეხმარებით. შევეცდებით უფრო მეტ მივაღწიოთ და გულშემატკივრების შედეგებით გავახაროთ. მიდგომა არის სისტემური, კომპლექსური, დაინერგება ახალი სტანდარტები, რაც შესაძლებლობას მისცემს სპორტსმენებს, რომ უწყვეტად განვითარდეს, რაც ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა სპორტსმენების ინტეგრაციას ეროვნულ ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მწვრთნელების გამოცდილებით და ჩვენი ბიჭების ნიჭით და მონდომებით და თავდადებით ეროვნული ნაკრები წარმატებით იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში და მესამედ მოიპოვებს ფინალური ეტაპის საგზურს.